ყველას მოგესალმებით და დღევანდელ დღეს არიან ის პროფესიონალი ლიდერები. დღევანდელ დღეს ასევე გულმოცავ თავდაცვისა და თავდაცვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის შემადგენლობრივი უსაფრთხოების ინტერესებთან სამხედრო ზონაზე ლიდერობა ნიშნავს გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილების მიღებას, რესურსების გონივრულ განაწილებას, ინსტიტუციური აღშენებლობის სკოლის ხელმძღვანელობას და მეციკოს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის. მადლობა გადაუხადო საქართველოს სახელმწიფო და გულოცავ თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის 2026 წლის გამოშვების კურსდამთავრებულებს. პროგრამის მონაწილე მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ სასწავლო ვიზიტების ფარგლებში სახელმწიფო უწყებებიდან, ნატოს შტაბ-ბინიდან და ცალკეული პარტნიორი ქვეყნებიდან მიიღოთ ღირებული ინფორმაცია, საჭირო ცოდნა და საქმიანი კავშირები. ისინი არიან ის პროფესიონალი ლიდერები, რომლებიც მზად არიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მედიკობის გაძლიერების, ეფექტიანი უწყებათაშორისი ურთიერთქმედების და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების საქმეში. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, თქვენ დღეს დაასრულეთ ის ეტაპი, რომელიც სამხედრო კარიერაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. თავდაცვის უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის კურსი ამზადებს არა მხოლოდ უფროს მეთაურებს, ის ამზადებს სტრატეგიული დონის მოაზროვნე ლიდერებს. თქვენი პასუხისგებლობა ამიერიდან სცდება ოპერატიულ ტაქტიკურ ჩარჩოებს. თქვენ უნდა შეძლოთ ეროვნული ძალის სტრუქტურების ინტეგრირება, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმა, მრავალგანზომილებიანი გარემოს შეფასება და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან სამხედრო ძალის სინქრონიზაცია. სმენელებისა და მაგისტრანტების სახელით მადლობა გადაუხადო თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს და თავდაცვის ინსტიტუციური აღშენებლობის სკოლის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მონაწილეობდნენ.